გამარჯობა. დღეს ჩვენი სტუმარია მამუკა ჩხაიძე, მოქანდაკე, მხატვარი, ჩემი მეგობარი. მამუკა არის ძალიან საინტერესო წარმომადგენელი ამ პროფესიის და ვფიქრობ, რომ აი იმ პრობლემატურ საკითხებზე ძალიან კარგად და საინტერესოდ შეუძლია საუბარი, რომელ საკითხსაც ეხება, რაც ეხება ზოგადად ქანდაკების ირგვლივ დღევანდელობაში, რა სიტუაციაც არის საქართველოში და ასევე საქართველოს გარეთ ზოგადად სოფლიოში რა ტენდენციებიც არის, რა გამოწვევებიც არის, რა მიმართულებებიც არის და ზოგადად მე მგონი ენა იცვლება ქანდაკების და რაღაც განსაკუთრებით ალბათ არ ვიცი აი ჩემი ასე ვთქვათ გადმოსახედიდან ალბათ მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო აი მკვეთრად და მე-20 საუკუნეშიც გაგრძელდა რა თქმა უნდა ეს ენის მეტყველების ქანდაკების ენის მეტყველების ცვალებადობა და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან სერიოზულ მოვლენებზე, ძალიან სერიოზულ ფსიქიკურ ასე ვთქვათ ფაქტორებზე დამოკიდებული და საინტერესო იქნება შენი დამოკიდებულება, შენი ასე ვთქვათ პოზიციები ამასთან დაკავშირებით, რადგან თავში საუნიშნე რომ ერთ-ერთი ესეთი კაფეო წარმომადგენელი ხარ იმ სკულპტურული ენის, რასაც ასე ვთქვათ თანამედროვე ქანდაკება ქვია რა და აი რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ აი ამ საუბარი აი ამ საკითხზე ზოგადად თანამედროვე ქანდაკება რას ნიშნავს აი ეს ფენომენი ეს სიტყვა ხო არსებობს არა რომ აი თანამედროვე ქანდაკება ეს რაღაცა არის თანამედროვე ქანდაკება რაღაცა არ არის თანამედროვე ქანდაკება და აი რომ განსაზღვროთ რა არის თანამედროვე ქანდაკება მადლობა წარდგენისთვის მივესალმები მაყურებელს მსმენელს ძალიან რთულია ხა ეს კაფეოდ ჩამოყალიბო რა არის თანამედროვე ქანდაკება რაღაც კრიტერიუმები შეარჩიო მაგრამ ყოველთვის აი მე ვთვლი რომ თანამედროვე ქანდაკება არის ის რომელიც ასახავს თავის ეპოქას თავის ეპოქის ანაბეჭდს აკეთებს და ეს ცნობადი ხდება გარკვეულ პერიოდის მერე ზოგადად ხელოვნება მარტო ქანდაკებას არ ეხება ეს სხვა დარგებსაც ეხება რომ აი დავით კაკაბაძეს აქვს ძალიან კარგად თავის წიგნში ხელოვნება და სივრცე თუ არ ვცდები ესე ქვია ყველას ურჩევ ვისაც არ წაუკითხე ძალიან აქტუალური ზუსტ ციტირებას ვერ გავაკეთებ მაგის მაგრამ მეახლობით ესეთი აზრია რომ ხელოვანი აუცილებლად თანხმობაში უნდა იყოს თავის დროსთან ამ ფრაზაში ეხა ვინ რას გულობს ძალიან ისეთია ვრცელია რა და ნუ როგორც არ უნდა მიუდგე თუ გინდა რომ თანამედროვეობა გაიგო ალბათ ეს პოზიცია უნდა შეინარჩუნო რომ შენ დროსთან და იმ ტენდენციებთან ან რაც ხდება მნიშვნელოვანი რაღაც დოზით მაინც შეიძლება ეს ნაძალადო მაგრამ რაღაც დოზით უნდა აისახოს შენ ხელოვნებაში რა თანამედროვე ქანდაკებაც პრინციპში რა თუ ამის მატარებელია შეიძლება ჩავთვალოთ რომ აი რაღაც თუ დავინახეთ ჩვენი დროის ჩვენი ეპოქის რაღაც ელემენტები ისეთი მკვეთრი რაც თქვა პირობითად ნუ 50 წელი რო ავიღოთ ხო აი 50 წლის წინ არისო და ეხლა არის თქვა ხო აი დღეს მაგალითად რაღაც ტექნოლოგიური გაციფრულებულია ხო ძალიან სამყარო ხო ანალოგურიდან უფრო ისეთი გავხსნით ხო აი ეს ძალიან ისეთი მაგალითია აშკარა შეიძლება უფრო რბილი რაღაცებიც იყოს და ქვედაფენებიც იყოს რა მე მგონი ამითი იცნობა რა ზოგადად როგორც მთლიანად სახვითი ხელოვნება ქანდაკებაც ძალიან სწრაფად იცვლება და ჩემი პირადი აზრია რომ სადღაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ძალიან უჭირს თავისი აი მკვეთრი ფორმის ნახვა ანუ თუ აი კლასიკური გაგებით ქანდაკებას ვიღებთ მაგრამ ტრანსფორმირდა ხო ანუ მთლიანად ჩვენი ეპოქა მოდერნის შემდგომ ეს მთელი პოსტმოდერნის ეპოქა იმით ხასიათდება რომ ეს რაღაცა ცხვრები ამ რაღაც ხელოვნების დარგებს შორის ხო თითქოს ისეთი გახდა პირობითი გახდა და ამაზე შევთანხმდით რომ გადავდივართ ერთმანეთის ტერიტორიაზე და ეს კარგია მე ამას ისე არ აღვიქვა რომ რაღაცა დავკარგეთ პირიქით მე მგონი ეს კოლაბორაციები და რაღაცები
საშუალებას გვაძლევს. და ერთ-ერთი რამაც განსაზღვრა თუ მაგას მეკითხები, რატო არის თანამედროვე ქანდაკება, ესეთი რატოა თანამედროვე ხელოვნება ზოგადად ესეთი ყოველთვის პირველი რაც მომდის თავში და ხშირად ამას ვახსენებ და რაღაც რო ვასაბუთებ, აი რატოა ესეთი ადამიანებთან რომელთაც თქვა უჭირთ გაიგონ რაღაცა ტიპის ნამუშევრები უფრო თანამედროვე, აი უფრო აბსტრაქტულიდან და მერე წამოსული აქეთ. ეს არის ინდუსტრიული რევოლუცია, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია კაცობრიობის ისტორიაში და ეს არ შეიძლებოდა რომ ხელოვნება ამის გარეთ დარჩენილიყო. ძალიან ბევრი რაღაცა შეცვალა ხელმისაწვდომობა, რაღაცების წარმოების, რაღაცა ტექნოლოგიების. და ძალიან მნიშვნელოვანი, აი ძალიან აშკარა რაც იყო, ეს იყო ფოტოს გამოგონება. ფოტოგრაფიის გამოგონება და შემდეგ უკვე კინომაც რაღაც მომენტში, ფოტო, ამ შემთხვევაში ფოტოც დავიწყოთ. აი ძალიან ბევრი, ფაქტიურად განსაზღვრა 100 წლით როგორი უნდა ყოფილიყო სახვითი ხელოვნება. ხშირად ამას აღიქვავენ, აი ორი მიდგომა აი ფოტოსთან დაკავშირებით, რომ ამბობენ, რომ აი სახვითი ხელოვნებას და ქანდაკებასაც მათ შორის წაართვა დოკუმენტირების, ასე ვთქვათ, ესეთი ფუნქცია, ასე ვთქვათ, და ეს რაღაცა, ასე ვთქვათ, თითქოს ჩამოაჭრა ერთი ხელით, თუ არა რაღაცნაირად. მაგრამ მეორე მხარე იძახის, რომ გაათავისუფლა ამისგან. მე პრინციპში უფრო მეორე მხარეს ვემხრობი, რომ აი ეს დოკუმენტირების მომენტი მოსცილდა და გახდა ისეთი, რომ აი მხატვარს მიეცა მთლიანად და მოქანდაკესაც რაღაც აი სხვა კუთხით განვითარებულიყო. ეს რამდენად გამოუვიდათ იმ პერიოდში, არ გამოუვიდათ, მაგრამ ის ცდები, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო და თქვათ რაღაც თავისუფლება და ზღვრების წაშლა და რაღაც რაც ხშირად ქაოტური იყო, ბოლომდე არ იყო გააზრებული, მაგრამ მე ნელ-ნელა დაალაგდა ფილოსოფიურმა აზრმაც შეუწყო ხელი და ეს მთლიანობაში როგორც მარტო ეს არ უნდა ავიქვათ, რომ მოქანდაკეები ან მხატვრები რაღაცა არა ეს ასე ვთქვათ, ინტელექტუალებთან ერთად ქმნიდნენ ლიტერატურაშიც, ფილოსოფიურ აზრშიც, ხო, მხატვრობაშიც რაღაც ახალ მედიუმებს ეძებდნენ და ძალიან ისეთი საინტერესო ეპოქა იყო რა. მე-20 საუკუნე ზოგადად ვთვლი, რომ ძალიან ისეთია რა, შესასწავლად ვისი სფეროც არის ძალიან ინტენსიური, ძალიან და საინტერესო. წირა არის, აი ძალიან საინტერესო შეეხე იმ ამბავს, რომ ფაქტობრივად აი დოკუმენტური ფაქტორი განსაზღვრა მთლიანად ფოტოგრაფიამ და ხო, ფოტოგრაფიამ და ეს ჩამოშორდა განსაკუთრებით აი მე-20 საუკუნის გარიჟარზე ქრებიან ისეთი მხატვრები, ვინც აი მაგალითად სამეფო ოჯახს, ან თქვათ რაღაც ისეთ ტიპებს აყენებდნენ და აი ეს ფაქტობრივად ფოტოს მსგავსად ხატავდნენ და ჩვენ მსგავსი ძალიან ბევრი სურათი გვაქვს და ფაქტობრივად ქანდაკებაც რა თქმა უნდა სახვითი ხელოვნებაა და ქანდაკებას ემსახურებოდა აი ამ შესაძლებლობას, რომ ის ვიღაცა ადამიანები ან ოჯახი უკვე ყოფილიყო ისტორიულად და ეს გამოაკლა და ფაქტობრივად მეც გეთანხმები იმაში, რომ ამან შესაძლებლობა მისცა ზოგადად ხელოვნებას, რომ უფრო მეტად თავის არსობრივ ნაწილს, ანუ ადამიანმა ხო სხვა რაღაცის გამო დაიწყო თავიდან ამის კეთება და აი იმ რაღაცა ვიტალურ მდგომარეობაში დაბრუნებულიყო, რომ ის გაეკეთებინა, ანუ იმისთვის უფრო მეტი დრო დაეთმო, ან თქვათ შესაძლებლობა მიეცა იმისთვის, რომ მეტად მხატვრული ყოფილიყო, ვიდრე მაგალითად დოკუმენტური. ადრე რაღაცა სინთეზი იყო დოკუმენტურის და იმის. სხვა შორის, აი ამასთან მიმართებაში მე ცოტა შეიძლება ქრონოლოგიურად ეხლა ცოტა ავწდე იმას, მაგრამ კარგი ის იქნება, რა ქვია, შესაძლებლად იქნება ძალიან საინტერესო ესეთი რაღაც რო ვთქვათ, რომ ანუ ფაქტობრივად რაც ფოტოაპარატმა გააკეთა მე-20 საუკუნეში, დასაწყისში, მე მგონი დაახლოებით იგივეს იზავს, ოღონდ უკვე სხვა ლეველზე აბსოლუტურად ხელოვნური ინტელექტიც, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ხო, აი იმიტომ რომ რაში ეცი საქმე, თუ მაგალითად ხელოვნება როგორც დეკორაცია, აი ეს მაინც არსებობდა და მაინც ამას ადამიანი აკეთებდა. ოღონდ ესეც არ იყო არსობრივი ნაწილი ხელოვნების. არის, აი რაღაც თვალსაზრისით შეიძლება იყო მაგალითად გამოყენებითი ხელოვნებისთვის კი, მაგრამ აი სახვითისთვის ეს არ იყო მოთხოვნა, ხო, ამის რომ რაღაცი დეკორაცია ყოფილიყო და ეხლა მაგალითად თუ და როგორც ჩანს ეგრე იქნება, ეგეთი პირი უჩანს, უკვე არის ამის, ასე ვთქვათ,
იკვეთება, რომ ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ მთლიანად აიღებს თავის თავზე აი იმ ვიზუალურ დეკორაციებს და დარჩება ალბათ მხოლოდ შემოქმედებითი პროცესი მხატვრისთვის, შემოქმედისთვის რა და აი საინტერესო იქნება მე როგორი პროცესი იქნება, ან მაგალითად სწავლა როგორი იქნება მე. იმიტომ რომ სწავლის პროცესი ხო ისეთია, ორივეს გვაქვს მაგის გამოცდილება, რომ ორივეს გვაქვს სტუდენტებთან შეხება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სწავლის რაღაც ეტაპზე სტუდენტი რაღაც სიმულაციას გადის იმისას რა, რაღაც გაკეთებულს იმეორებს და ერთჩვენია დღეს მე თვითონ შეუძლია რაღაც ახალი გააკეთოს. აი რას ფიქრობ ამ მიმართულებით? აი ფაქტობრივად დღევანდელობას ვეხებით, აი აქტიურ ფაზაში ვართ ყველაფრის და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მე მგონი იგივე ხდება რაც მე-19-ის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში ოღონდ სხვა ფორმით რა ანუ იგივე დონის არ მიყვარს რევოლუცია მაგრამ აი მართლა ხო ეგეთი რაღაც ხდება იმიტომ რომ ჩვენს გონებაში ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და მოხდება შემდეგი ალბათ 20 წელი უკვე ჩვენი ეპოქისთვის დიდი დრო თითქოს მე მგონი უფრო ადრეც რაღაცები დაალაგდება ისე რომ არ ვიცი, აი მაგის განსაზღვრა ძალიან რთულია, იმიტომ რომ რასაც ვეცნობი დღეს ინფორმაციას, რაღაცა ცოტა აი დაბნეულობას იწვევს და მგონი ყველა ამ ბოლომდე ვერავინ ვერ იძახის, რამდენად დადებითი და რამდენად უარყოფითი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი კაცობრიობისთვის აქ რაღაც იმას სახელმწიფო პროფესიებზე არ არის ლაპარაკი. თუმცა აი ერთი მომენტი აი როცა პირველად შევეხე რა იყო ეს და ბოლომდე რაღაცა გავერკვია ამაში აი რაღაც ის მქონდა ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ მეგობრებო რაღაცნაირად ჩვენ გვეგონა თქვა ინტელექტუალურ პროფესიებს და სახელოვნებო პროფესიებში ვინც ვიყავით რომ ერთგვარად დაცული ვიყავით ამ ინტერვენციისგან რაც მოხდა თქვა ინდუსტრიული რევოლუციის დროს როცა თქვა რაღაცა ტიპის მუშახელი ჩაანაცვლა მანქანებმა ხო ну მერეც მოხდა ისე რომ რაღაც ახალი პროფესიები წარმოიქმნა და ის ხალხი მტკივნეულად რაღაც პერიოდში მაგრამ გადავიდნენ ხო სხვა პროფესიები შექმნა. ეხლა ძალიან ძნელი ამის წარმოდგენა რომ რა პროფესიები უნდა შეიქმნას თქვა ისეთი რომ სინამდვილეში დღესვეა შესაძლებელი რომ გარკვეული ტიპის სამსახურების ნახევარი ადამიანური რესურსი გულისხმობ აღარ იყოს თქვათ დამსაქმებლისთვის ან შეუძლიეს ჩაანაცვლოს აი რასაც საორგანიზაციო რაღაც და ну რაღაც ნახეთ ჩვენ რომ აი რაღაცა შემოქმედებით დავალებებსაც მეტნაკლები წარმატებით ართმევს თუ რა თქმა უნდა დავალება არ არის ისე თქვათ აი რაღაც მე ბოლოს არ გამიგია მაგალითად რომ აი ლოგო ვიღაცამ თუ ისეთ ხო აი რაღაც დიდი ფირმა თუ არ არის და მის პრესტიჟზე არ მოქმედებს რომ ვიღაც ავტორი ყავს ამას აი ყველა მცირე ბიზნესი რაღაცა ცდილობს ბრენდირება ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტის გახმარება და სხვათა შორის რაღაცები რაც მინახია არ არის ცუდი არა ხო ну ისეთია ყოველ შემთხვევაში ვერ იტყვი რომ აი ეს აშკარად აი მისი აი და რაღაცა ან ცუდი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცვლის ზოგადად სამყაროს აღქმასვლის და აი ხელოვანისთვის ძალიან ისეთია აი როგორ თქვა დამაბნეველია როგორც სხვა პროფესიისთვის აი სად უნდა პოზიციონირება სად უნდა გააგრძელოს რა იმიტომ რომ კონკურენცია იზრდება და იზრდება ისეთ კონკურენციაში შედიხარ სადაც შენ აპრიორი წაგებული ხარ მაინც ესე უნდა თქვა იმიტომ რომ აი რაც არ უნდა არ ვიცი ხა გარი კასპაროვზე თქვა მაგნუს კარლსენზე არ ვლაპარაკო მაგრამ მე შენ და საშუალო დონის თქვა გროსმაისტერი ვინც არის აპრიორი წაგებულია რაღაც თანამედროვე საჭადრაკო პროგრამასთან ხო იმიტომ რომ ვიცით რომ ნუ იმას რაღაცა ერთი რაღაცა მაგრამ მაინც უკეთ შეუძლია ფაქტობრივად ადამიანების 99%-ზე უკეთ გააკეთოს ეს ერთი რაღაცეები შეგროვდა და ფაქტობრივად რაღაც ესეთი ბირთვი გახდა რომელსაც შეუძლია ბევრი რაღაცა გააკეთოს ადამიანზე უკეთესად და ფაქტობრივად სასურველია უბრალოდ რომ ეს კარგიც არის სასურველია რომ რაღაცა მიმართულება თუ ამას სწორად მიეცა
ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება გადაუწყვიტოთ. განსაკუთრებით ჯანმრთელობა. ჩემი სურვილი მაგალითად რომ ეს პირველ რიგში ჯანმრთელობასთან რაც გვაქვს პრობლემები დაავადებიდან ამის მოსაგვარებლად გამოვიყენოთ, მაგრამ ისტორია იმას გვაჩვენებს, რომ როცა რაღაც იარაღი გვაქვს, მარტო ერთი მიმართულებით არ ვიყენებ და ძირითადად ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც არის ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით. კი და ეს ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაა და ხელოვანი ხვალინდელი დღე, მოქანდაკის ხვალინდელი დღე, ასე ვთქვათ. მე არ მაქვს პასუხი. მაგალითად ისეთი ეპოქაში ვართ, რომ არ ჩანს. ხო, არ ჩანს, მართლა არ ჩანს და იცი რა არის, მე ახლა წეგან რომ შენ საუბრობდი, გამახსენდა ეგეთი რაღაცა მაქვს, ნანახი შარშან მოხდა სტიჩს და ჩაატარეს რაღაც ხელოვნური ინტელექტის კვლევის რაღაც ორგანიზაციამ ჩაატარეს ესეთი კვლევა, ისაც და რომ რაღაც საპროექტოს, მე მგონი თუ არ მისნება ავსტრიულს, რომელიღაც ავსტრიულ საპროექტოს ზომიერი ჯგუფი იყო ამ არქიტექტურების დაავალეს კოტეჯების რაღაც კონკრეტულ რელიეფზე რამდენიმე კოტეჯის დაპროექტება და ვადა მიცეს დაახლოებით ნახევარი თვე. Ну, ფორსირებულად უნდა გაეკეთებინათ და იგივე დავალება მიცეს რომელიღაც ხელოვნურ ინტელექტს რა, არ მახსოვს უბრალოდ რომელი იყო და ანუ ფაქტობრივად რა თქმა უნდა ეს ადამიანების ჯგუფის გაკეთებული ჯობდა იმას, რაც იმან გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა. ეს ჯობდა რა თქმა უნდა იქ ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული რაღაცთან ეხლა რაღაც გამოცდილი ჯგუფი იყო რაღაც, მაგრამ მე შეფასდა ასე რომ თუ მაგალითად ამას რაღაცა ძალიან ძვირადღირებული კომპანია აშენებს რაღაცას, ხო? იმას ჯერ ურჩევნია წავიდეს და თქვათ მაგალითად რაღაც ეგეთ კომპანიასთან მივიდეს და იმასთან ითანამშრომლოს, მაგრამ თუ ეს რაღაცა ტიპის რაღაც სახლებია, რომელსაც მოთხოვნა არ აქვს ძალიან მაღალი, არის უნდა იყოს პრაქტიკული, უნდა იყოს სწრაფი, იაფი, ხო? მაშინ პრაქტიკულად უკვე აღარ რჩება მიზეზი, რატო უნდა წახვიდე რაღაც კომპანიაში, ძვირ კომპანიაში და იქ რატო უნდა გადაიხადო? დღეს მარკეტინგი იმდენ რამეს განსაზღვრავს, რომ ნებისმიერ აი ეგეთ გადაწყვეტილების უკან ფინანსური ის დგას, რა ქვია, რომ რატო უნდა კიდევ ერთხელ როგორც წინა თუ რაღაც პრესტიჟის მომენტი არა და კონკრეტული ავტორს გინდა გულისხმობდეს შენი თქვა ის რასაც უკეთავ ხო რაღაცნაირად ისე გამოდის რომ აქამდე თითქოს ჩვენ ხო ეგრე მოვდივართ ადამიანები რომ აი არსებობს მაგალითად ესე დავყავით რა რაღაცნაირად ჩვენი სოციალური აქტივობები რომ არსებობს საქმე და არსებობს გართობა და გართობას რო დაუკვირდით რას ვეძახით იცი გართობას ვეძახით იმას აი ძალიან მარტივად რო თქვა რა რომელიც ანუ გართობა არის საქმიანობა რომელიც მარტო მე მსიამოვნებს რა და საჭირო არ არის აი რაღაც ამას დავარქვით და ეგეთი ქმედებები ბევრი გვაქვს სხვათა შორის და აი მაგალითად ხელოვნება მან არ იყო დღემდე ჯერ კიდევ არ არის რა გართობის კატეგორიაში არ გადასულა იმიტომ რომ ვიღაცას ჭირდება რა რაღაცას მე აქ რაღაც ვაკეთებ მე ვიღაცას ჭირდება იქ რა აი შესაძლოა მე ხა არ ვიცი მაგას თავი ნათქვამი იქნება ეხლა დაადასტურებით რო თქვა, მაგრამ შესაძლოა გადავიდეს იმ კატეგორიაში, რომ გართობის კატეგორიაში რა თვალსაზრისით იცი, რომ უბრალოდ შენ ინდივიდს, როგორც აქამდე გჭირდებოდა, რომ შემოქმედებითი პროცესი გეგრძნო, ასე ვთქვათ, შეიძლება აი ეს შემოქმედებითი პროცესის გრძნობისთვის და აი ამ რაღაცა ძალიან თავისებური, რაც ძალიან ის არის ხო ადამიანის გამოცდილება რაღაც ძალიან უცნაური. შეიძლება აი ამისთვის დარჩეს ეს ვთქვათ ხელოვნება, მაგრამ ფუნქციური ნაწილი შეიძლება საერთოდ გაუქრეს რა და შეიძლება ფუნქციური ნაწილი მთლიანად აიღოს მაგალითად აი ეს. და კიდევ ერთი რაღაც ფაქტორი შემოდის რა. თორემ ამას წინათ გავიცანი ამ ინფორმაციას და ძალიან საინტერესოა. სტანდარტიზაცია არის ძალიან დიდი პრობლემა. აი მაგალითად რაღაცა ხო აი რაღაცა კი მაღალ კლასზე განსაზღვრავს სინამდვილეში რა. კი, აი ხა მაგალითად ჩინური ავტომობილებზე რაც არის, ასე ვთქვათ, რაც პერიფერიულად მესმის რა. სულ რაღაცა მესმის, ეგეთი უცებ გავიგებ ეგეთ რაღაცას, რომ აი ძალიან კარგი მანქანა გააკეთეს, აი რაღაც ლიცხრა, ან თქვათ რომელიღაც იძახიან და მე უცებ ვიღაც იტყვის, რომ ბიჭო, კაი კი გააკეთეს, მაგრამ ყველა ეგეთი არ არის რა. აი 1000-დან შეიძლება 500 კაია, მაგრამ მეორე 500 შეიძლება ცოტა არ არის კარგად აწყობილი რა. ანუ სტანდარტიზაციის პრობლემა აქვს. და ზოგადად ეხო ძალიან ადამიანური ფაქტორია. ადამიანს ზოგადად აქვს სტანდარტიზაციის, ანუ სტანდარტი ძალიან ჭირს, რომ ეხლა როგორც მაგდონალდია, რა სადაც არ უნდა შეხვიდე და სადაც არ უნდა მივიდე, სტანდარტი აქვს.
ყველგან Coca-Cola არის ერთნაირი ამ თქვა რა. ბურგერსაც მეტნაკლებად ერთი გემო. ერთი გემოა ყველგან, ხო. აი ეს მაგალითად ეხლა იმათ უჯდებათ ძალიან დიდი შრომა, ვინც იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს, რა, ეს სტანდარტის თემას ვინც აკეთებს და ამას ესეც ეცლება ეს პრობლემა, რა. იმიტომ რომ ერთხელ რანაირადაც გაგიკეთებს, ზუსტად ისე გაგიკეთებს უკვე და ამ ხარისხის შენარჩუნებაში შენ აღარც რესურსი გეხარჯება, აღარც დრო გეხარჯება და რაღაცა ეს არის. ხო, ზოგადად ეს ძალიან საინტერესო და ჯერჯერობით აი ისეთ აქტიურ იმაში ვართ, რა ქვია, პროცესში ვართ, რომ ამის ასე ვთქვათ კონტურების დანახვა ზუსტად ჯერ კიდევ რთულია. აი ერთი რაც მინდა კიდე დავამტო, დღესაც ავიკითხე რაღაც მსგავსი ინფორმაცია და მანამდე ერთი საინტერესო ადამიანის ინტერვიუ იყო სამწუხაროდ სახელმწიფოგვარი არ მახსოვს, მაგრამ ადამიანი რომელიც აი 80-იანი წლებიდან აი ხელოვნური ინტელექტის აი როცა დაიწყეს მუშაობა, აი დასაბამიდან რომ აი ძალიან ჩახედული ძალიან ვის კომპეტენციასაც შეიძლება რომ ვენდოთ, მე Google-ში ძალიან მაღალი თანამდებობა ეჭირა, მეგონი ახლა უბრალოდ ასაკის გამო აღარ მუშაობს და მისი პოზიცია იყო რომ და ბევრიც უკვე ამაზე ლაპარაკობს რომ ანუ ბოლომდე ამის კონტროლი შეუძლია რაღაც ეტაპზე ეს კონტროლიდან გავა გულისხმობ ამას ცუდი გაგებით არ გულისხმობ უბრალოდ თვითგანვითარების ის კოდი რაც აქვს ხო რაღაც დროს ადამიანის გარეშე მგონი ეხაც აკეთებს უკვე მაგას რომ განვითარდება მაგრამ საშიში მე მგონია რომ ეგ არ არის უბრალოდ საშიში არის ინსტრუმენტები, რომელსაც მივაბავთ აი ამას. აი, იმიტომ რომ ის ინსტრუმენტები ფიზიკურ აი ჩვენ ცხოვრებაში მონაწილეობენ და აი მგონია რომ რაღაც რეგულაციები, მე არ ვიცი, მაგაზე ეგეც ძალიან დიდი დაბნეულებას როგორ უნდა მოხდეს რა, როგორ უნდა გააკეთოს რეგულაციები ან რაღაც ხვდებით ეს ინსტრუმენტები არ არსებობს მაგის რომ რაღაცა დაუშვა და რაღაცაზე თქვა უთხრა რომ ეს არ გააკეთო. ჩვენ ვერც გავიგებთ ის გააკეთებს თუ არა, რა დროს გააკეთებს ამას და რა დროს არ გააკეთებს. ამიტომ სახიფათო ხო აი ინსტრუმენტებთან მიბმა ამ ყველაფრის, აი მანდარი მე მგონი ხო ის ყველას დიდი საფრთხე ხა აღარ ლაპარაკობ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ აი საბრძოლო მოდულებს, რომელიც აი ადამიან ოპერატორის გარეშე ოპერირებს ეს ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით რა ფენომენი შეიძლება გახდეს რა. ხო, ბევრი რაღაც საინტერესო რაღაცებს იძახიან და რაღაცა კვლევა ნახე, მაგალითად აი რაღაც საინტერესო ის იყო ზუსტად მოდელს ვერ ვიღდნენ როგორი მოდელი იყო, მაგრამ მოკლედ დრონით იყო რაღაცა დავალება მიცეს და რაც არ უნდა უცნაური იყო ამ დრონმა ჯერ რა თქმა უნდა ეს არ გაუშვეს, მაგრამ შესაძლო ვარიანტად განიხილებოდა იმას, რომ ჯერ თავის რაღაც ობიექტებს აფეთქებდა და მე აფეთქებდა იმას, რაც ვთქვათ, თავარი მიზანი რაც იყო და ეგ რო გამოიკვლიეს მე რატომ პრიორიტეტი, ერთ-ერთ პრიორიტეტად საკუთარი ობიექტებიც რატო ქონდა, იმიტომ რომ ეს საფრთხეს უქმნიდა ის ობიექტი, საფრთხეს უქმნიდა იქამდე მისვლისთვის. და ჯერ ეს გაანეიტრალა და მე მივიდა. ნუ კი ეხა მათემატიკური ლოგიკა და ადამიანური ლოგიკა ხშირად არ არის ერთნაირი ბოლომდე რა. და ეგეც ძალიან საინტერესოა. ამო, აი ჩვენ რაღაც იმ თემას რაზეც დავიწყეთ, ამას რომ დაუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს საქართველოში ძალიან თავისებური ისტორია ქანდაკების, ძალიან პატარა, შეიძლება ითქვას, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით და შორეული აღმოსავლეთისგან განსხვავებით, ფაქტობრივად 100 წლის ქანდაკების კეთების ისტორია. მე გულისხმობ სამგვალილებიანი მრგვალი ქანდაკების ისტორიას და იცი რა არის, ეხლა ეს ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ამ სფეროში ვართ და მოვაწეობთ და რაღაცას ვცდილობთ რაღაცებს და გარკვეული ვართ მეტნაკლებად რა და ვიცით ის რომ თვისობრივად არის ძალიან საინტერესო. მაგრამ ასევე ამ საინტერესოსთან ერთად არის და იყო ყოველ შემთხვევაში ახლა ნუ აღარ არის ფაქტობრივად, ნუ ფაქტობრივად აღარ არის, მაგრამ იყო ძალიან კვეთად განპირობებული საბჭოთა კავშირის მიერ, იმიტომ რომ ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაჭირდა თავის დროზე რო ქანდაკებას ეგეთი ფორმით იარსება როგორიცაც არსებობდა და ძალიან ვთქვათ ხელი შეუწყო. იმიტომ რომ მე იყენებდა თავისი იდეოლოგიის აგიტაციისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ამასთან ერთად ფაქტობრივად დარგმა რაღაც განვითარება
ყოვა და რაღაცნაირად განვითარდა. მე უკვე იმდენად განვითარდა, შეიძლება ესეც ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დროსაც კი სახელოსნოებში გაჩნდა თავისუფალი ქანდაკება და თავისუფალი პლასტიკა. ანუ უკვე როდესაც საავტორო, ასე ვთქვათ, ნიშნულები და აი პიროვნული ნაწილი წინ წამოვიდა და გოგის აქვს ოჩიაუს მოყოლილი ამასიანთაც გავიხსენი ეს ამბავი, რომ ფრანგი ისინი იყვნენ ჩამოსულები ხელოვნებაცოდნეები და ქანდაკების ნახვა უნდათ რა და დაათვალიერებინეს ქუჩები. მაგრამ იმათ მას თხოვეს, რომ ქუჩებში რაც დგას ეგ ვიცით, ვარ გვაინტერესებს, რომ სახელოსნოები დაგვათვალიერებინეთ. იმიტომ რომ იმათ მას იცოდნენ ეგ, რომ ის რასაც ეძებდნენ, რა საინტერესო რაღაცა, იმათთვის რაც იყო საინტერესო და პრინციპში ჩვენთვისაც რაც საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ სამ შემთხვევაში უფრო ეხლა რა უნდა ნახო და რა უნდა იყოს, რომ რაღაცა გაუცდე ისეთი, რაც მაგალითად გათვლილია იმისათვის, რომ აი უნდა დაიდგას და აი ამაზე უნდა იმუშაოს, ხო? არაფერი, ნუ ყველაფერი ნანახი გვაქვს, ფაქტურად ყველაფერი შეგრძნებული გვაქვს. ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს ის ექსპერიმენტები, ხატრული ექსპერიმენტები, რასაც ადამიანი პიროვნული პიროვნულ ზრდასთან ერთად და რაღაც იდეებთან ერთად გადის რა და აი ეს ყველაფერი იმიტომ ვილაპარაკე, რომ აი რაღაცა თავისებური ისტორია აქვს ქართულ ქანდაკებას, რა ქართულ თანამედროვე ქანდაკებას რა და აი შენ როგორ გონია ზოგადად ეხლა რა ტიპის პრობლემების წინაშე ვდგავარ და აშკარაა რომ ვდგავარ და ხატრული თვალსაზრისით ვიძახი პირველ რიგში რა უფრო ვიდრე მაგალითად რაღაც ტექნიკური რა ტექნიკური უამრავია ცხადია და იქნება რაზეა საუბარი მაგრამ ხატრულია ძალიან საინტერესო იმიტომ რომ თუ მაგალითად როგორი რაღაცაა იცი რომ თუ ხატრულმა რაღაცამ არ იარსება ამ შემთხვევაში ხო ის ტექნიკურიც ვერ მოგვარდება ტექნიკური მე გვარდება როდესაც აქეთკენ რაღაც ზეწოლაა ძალიან დიდი რომ ვიღაცები არსებობენ სიტყვაზე ვინც მაგალითად აქტიურად მუშაობენ და მე ეს ხალხი ეს ენერგია რაც შეიქმნება ხო ეს რაღაცნაირად მე დააბალანსებს და ზეგავლენას იქონიებს რაღაც ფაქტორებს აი მაგალითად ადრე ტენდერის ფორმით იყო მაგალითად ხშირად და რაღაც ეგეთი პრობლემები იყო და მე სხვა შორის ეს რაღაცნაირად გადაილახა აი თბილისში მაგალითად გადაილახა იძახიან რაღაც რეგიონებში რაღაც ნაწილობრივ დარჩევა მაგრამ არა ეგ მეგონი ხო ძალიან ისეთი თემაა ხო მაგრამ აი ეგ იმიტომ ანუ ეს იმიტომ გავიხსენე რომ თუ იქნა ასე ვთქვათ ხატრული ტიპის აქტიობები რაღაც დონეზე მე შესაძლებელია რომ ტექნიკური ნაწილიც მოგვარდეს და აი შენ როგორ ფიქრობ რა ეხლა სად ვართ ზოგადად და რა მდგომარეობაში ვართ ხო აი ძალიან ცოტა ის არის ეხლა მე რო აი რაღაცა ამას ასე თქვა რომ აი აქ ვართ და სხვა არა ხო ჩემი შენ საიდანაც იწყებ რომ აი ჩვენი ისტორია ქანდაკების ფაქტურად ვიწყებთ აკადემიასთან ერთად შესწავლასთან ერთად როცა რამოდენიმე ადამიანი ბრუნდება საქართველოში და რაღაც ამ სკოლის დაფუძნებას იწყებს და აი მის მერე ჩდება თაობა, პირველი თაობა, მეორე თაობა, ნუ ესე გულს ხო? და ნუ ჩვენც რაღაც თაობა ვართ ალბათ მე ვიქნებით რა. და მე მგონია რომ აი საბჭოთა კავშირმა ზოგადად რა რაღაცა კუთხით მაგ ხრივ რომ აი აკადემია მანამდეც საბჭოთა კავშირის გარეშეც ალბათ გარდაუვალი იყო რა და მაგრამ მაინც რაღაც ის ხაზი საიდანაც საბჭოთა კავშირის დროს განვითარდა ქანდაკება რა თქმა უნდა ეს არ იყო აი რო თქვა რომ აი ხელოვნების განვითარებისკენ არ იყო ეს გადადა უბრალოდ აკეთებდნენ როგორც იარაღს რა თქმა უნდა და რაღაცა ის ენა ისწავლებოდა მეტნაკლებად და ნათელი გონების ადამიანები უბრალოდ რაღაც ებს აძვრენდნენ და იმას სწავლობდნენ რაც თავიანთი ნათელი გონებით მერე უნდა ეკეთებინათ რა თუმცა ახლა ყველამ ვიცით ახლა ნუ ვინც რაღაც მეტნაკლებად იცნობს საბჭოთა პერიოდს როგორ ხდებოდა რა რაღაც უნდა გაკეთებინა და შენ სახელოსნოში შეგეძლო მეტად და ნაკლებად სხვადასხვა პერიოდში გეკეთებინა ის რასაც თქვა შენ შემოქმედებად თვლიდი ბოლომდე რა და ეს ტენდენცია ძალიან დიდხანს გამოყვა ჩვენ სხვათა შორის რა და აი საჯარო სივრცეში დადგმის რაღაც მოთხოვნილება თითქოს აი რაღაც აღიარების ის არის რა
აი თქოს აი კი ბატონო. აი ჩემთვისაც ვიკითხეთ ხოლმე აი რაღაც აი დღემდე ახალი რომ აი სადმე დგას თქვენი რაღაცა მიხდი და სინამდვილეში ეგ აი შენ რაც თქვის აი ჩვენთვისაც ნაკლებ საინტერესო წესით სახელოსნოებშია და აი როცა აი ვთქვათ გამოფენებზე წესით და რაღაცა აი როცა ხელოვანი თავის რაღაც წარდგენას აკეთებს თავის ნამუშევრებს და თავის სათქმელის თქმას ცდილობს რა და მე მგონია რომ ეს ჯერ კუდები ვართ კუდები გვაქვს გამოყოლილი ჯერ კიდე მაგრამ ну მაინც რაღაცნაირად ვცდილობთ რომ ამ ღია სამყაროში რაღაც თანამედროვე ტენდენციებით შემოვიდეს და არიან ხალხი ვინც ენთუზიასტები არიან რაღაცას აკეთებენ ხშირად გაუაზრებელია ეს ხშირად ძალიან კარგად არის გააზრებული და აი რაღაც კარგ ელემენტს რო წავაწყდები ძალიან მიხარია რომ აი რაღაც ან კარგი გამოფენა იყოს ან ვიღაცის ერთი ნამუშევარი და მიხარია რომ ეს ჩვენ სივრცეში მოხდა მაგრამ სინამდვილეში სამუშაო ბევრი გვაქვს ძალიან რა და ეს ახალმა თაობამ და აი ჩვენს ქვემოთ ვინც არიან თქვა ხო აი ვისაც შეიძლება თქვა რომ ახალი თაობა იმათ უნდა დაინახონ ეს რაც თავარია და ცოტა რომ დავანახოთ ალბათ რაღაც ჩვენზეც არის დამოკიდებული იმიტომ რომ ქანდაკება აი გააჩნია ყოველთვის ამ სიტყვას რომ ხმარობთ ხშირად შეიძლება სხვადასხვა რაღაცას გულისხმობთ რა აი მე შენ მესამე მეოთხე ადამიანი უბრალოდ უნდა გადავხედოთ თლიანობაში რას აკეთებდა ქანდაკება ანუ ხელოვნება ზოგადად ისე არ არის რომ რაღაცა გართობის და რაღაც უფუნქციო რაღაცა არ იყო რაღაც ჭყეტელა ამას ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საზოგადოების რა საზოგადოების განვითარების შეიძლება ითქვას რომ მთავარი ინდიკატორი იყო იმიტომ რომ თუ საზოგადოება განვითარების მაღალ ეტაპზე არ იყო არასდროს არ ქმნიდა ისეთ კარგ ეპოქებს სადაც ხელოვნება რაღაც ამიტომ შეიძლება ითქვას რომ არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ასე რომ ეს ფუნქცია რაც ქონდა ხო აი მოდი აი მარტივად აი ძალიან რო გავამარტივო აი რაღაც ეტაპამდე ხელოვნება იყო რელიგიასთან კი ბატონო და დღეს აი ბოლო სადღაც რო ავიღოთ 100-150 წელი არის მეცნიერებასთან კი და ეს აი ძალიან ვამარტივებ ამ ყველაფერს და სწორი დაყო იმიტომ რომ სინამდვილეში ეხლა არის მეცნიერების ეპოქა კი ბატონო ბოლო 150 წელი რო ავიღოთ არის მეცნიერების ეპოქა და ეს ხელოვნებაშიც ავტომატურად აისახა ну ტექნოლოგიები დღეს განსაკუთრებით ხო სხვა მეცნიერება ახლა რაც ტექნოლოგიებს ამიტომ ეს მომენტი რაღაც მე იმის მომხრე ვარ რომ უკან იმიტომ ვიყუროთ რომ წინ რაღაცას ფეხი არ წამოვკრათ ანუ ის შეცდომები არ დაუშვათ აი არ შეიძლება დიდხანს ვიყუროთ უკან და რაღაც ვთქვათ რომ აი ის არის კარგი და ეს რაც დღეს ხდება არა უბრალოდ დღეს რაც ხდება იმაზე უნდა კონცენტრირდეთ და როგორც რავი დასაწყისში ვთქვათ რამდენად მართლები ვართ რამდენად ჩვენ დროის ასახვას ვაკეთებთ ჩვენ ხელოვნებაში რა და აი ფორმებს რაც შეეხება აი ფორმები ძალიან შეიცვალა მას არის ხა ჩვენ ესე ყოფთ ხოლმე ხა პროფესიულ წესში არის ტრადიციული მასალები და არის მასალები რომლებიც ნუ ხო შეიძლება აი საერთოდ სხვა სფეროდან მოვიდეს მაგრამ ამან უკეთესად მოგცეს ჩვენი სათქმელის თქვის საშუალება ვთქვათ რაღაცაზე აქცენტი მეტი გავაკეთოთ და რაღაცაზე ვთქვათ რაღაც პირიქით უფრო ნაკლებ წარმოვაჩინოთ რა ძალიან ინდივიდუალურია ფაქტურად ის თავისუფლება რაც დღეს ხელოვანს აქვს მისთვის ჯილდოც არის და ტვირთიც არის რაღაც მომენტში რა და კიდე ერთი რაც არის ხოლმე აი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ზოგადად თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი პრობლემა რაც არის აი უბრალო მოდი ესე ვთქვათ მნახველი რომელიც თავის საქმეში წარმატებულია ვთქვათ აი რო ავიღოთ წარმატებული ექიმი წარმატებული იურისტი წარმატებული რა ვიცი ნებისმიერ აი ძალიან უჭირს გაიგოს
თანამედროვე ხელოვნება და ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ზოგადად ჩვენი ეპოქის ბოლო 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებით რომ ნახველზე ძალიან ბევრი რამე გახდა დამოკიდებული. ანუ რაღაცა განათლებით, რაღაც გამოცდილებით, რაღაც ამით თუ არ მოდის სანახავად, რაღაცების კონტექსტების გაგება უჭირს და კონტექსტები ფაქტიურად მთელი თანამედროვე ხელოვნების ძალიან კონცენტრირებული ამ კონტექსტებზე და ციტირებაზე, ეს პოსტმოდერნის ერთ-ერთი მთავარი ის არის, ხო? ანუ ჩვენ ხო რაღაც ეტაპზე პრინციპულად თქვით, რომ ახალ ფორმებს აღარ შევქმნით, ხო? ეგ იყო, მე ესე უყურებ, რომ განა რაღაც არ შეგვიძლია, არ ვქმნით პრინციპულად. ვიღებთ ერთს, ციტირებთ მეორეს და ვაზავებთ იმას, რაც თითქოს არ უნდა შეეზავდეს ერთად და ამით რაღაც ექსპერიმენტად, რაღაცა გამოდის რა. რაც თავისთავად საინტერესო, ალბათ ეს იყო ერთ-ერთი რაც ისეთი ელემენტი, განმასხვავებელია, თქვა, რაც 70-იანებიდან დაიწყო და მერე ფაქტობრივად დღევანდელ დღემდე მოვედით და ეხა მგონია რომ ძალიან ისეთ დროს ვართ, საგასაყარზე ვართ რა, იმიტომ რომ ახალი ფორმებია, ახალი რაღაცაა სათქმელი და იმის ძებნაშია ზოგადად რა და მგონია რომ თვითონ რაზეც წეღან ველაპარაკეთ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ რაღაცას განსაზღვრავს ზოგადად ამ შემდეგი 50 წლის ხელოვნება ან ის რასაც ქანდაკებას ვეძახით, თქვა ობიექტი იქნება, ეს თუ სივრცითი რაღაც ინსტალაცია, ხო, კი, საუგანზომილი, ამის ენას და ფორმას განსაზღვრავს. თუმცა სათქმელი და კითხვები მე მგონია რომ ისევ იგივე იქნება, რასაც ციკლურად ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს კითხვებია, არსებითი კითხვები, ხო, ანტიკურ პერიოდიდან მოყოლებული და მე მგონი მანამდეც იყო ეს კითხვები და უბრალოდ ჩვენ თანამედროვე პასუხებს ვსცემთ ამ თანამედროვე ფორმით და ამითია საინტერესო. ხო, მართალი ხარ. იცი რა არის, მაგალითად წეღან კარგად აღნიშნე, რომ ადამიანებს თანამედროვე ქანდაკების და თანამედროვე ხელოვნების ზოგადად აღქმა უჭირთ. და ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემები ჩდება ხოლმე რა, ამასთან დაკავშირებით და ირონია ძალიან ბევრი და რაღაც მომენტში ვთვლი ხოლმე რომ სამართლიანია ეს ირონია. რაღაც შენ კონკრეტულ შემთხვევაში. რაღაც მომენტში სამართლიანი არის. მე მაგასთან ერთად კიდევ ვიცი რა შევნიშნე, ესეც ძალიან ის არის რა, ნიშანდობლივია მე მგონი რა. ეგეთი რაღაც შევნიშნე, რომ განსაკუთრებით ეს შევნიშნე როგორ რა დროს იცი? მაგალითად სტუდენტი მოდის, აბიტურიენტია ჯერ რა და აბიტურიენტი იყო და ეხა გახდა სტუდენტი რა და რაღაც გაკეთება უნდა. და რაღაც აქვს ნანახი, ეს სიტყვაზე აქვს ნანახი, არ ვიცი რა, ყველაზე ისეთი პაპსა ვარიანტი, მიქელანჯელოს დავითი აქვს ნანახი რა და მიქელანჯელოს დავითის გაკეთება უნდა სიტყვაზე. ან მაგდენს ხვდება რომ ეხლა ვერ გააკეთებს, მაგრამ ცოტა რომ ისწავლის მერე გააკეთებს, მაგრამ რაღაცა მსგავს გააკეთებს რა. ხო და როგორი პრობლემაა, იცი? ჩვენ ხო კარგად ვიცით რა ის გვესმის, რომ ხელოვნება არის როგორ და რა. ანუ და როგორ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ იმიტომ რომ როგორ არის ესთეტიკა არის როგორში. რაში ნაკლებად არის ესთეტიკა. თუ ეხლა ფილოსოფიური კუთხით წავალთ, კი არის, რაშიც არის ესთეტიკა, ეხლა თუ შოპენჰაუერის დავისესხებით, მაგრამ ცოტა ხანი ეგ რო გადავდოთ რა, ეგ ფილოსოფიური ნაწილი. იმიტომ რომ მე როგორ პროპორციას გაუკეთებ, როგორ ფერს დავადებ, როგორ ფაქტურას გაუკეთებ, ეს ყველაფერი ხელოვნების ნაწილია და მაგალითად ის რომ მოდის, ანუ აბიტურიენტი რო ვარ რა და რაღაც ისეთი სურვილი რო აქვს, რომ დავითი უნდა გააკეთოს, ხო? მაგას საერთოდ ვერ ითვალისწინებს. და ფაქტობრივად იგივე ემართება, ოღონდ ძალიან აქ ეს არ აჩენს. აქ ამას ხედავს მაგალითად მარტო პროფესიონალი რა, რომ აქ რაღაცა აცდენილია და ის უნდა გასწორდეს ერთმანეთთან რაღაცა და უნდა მიხვდეს მერე რომ რაღაც დავითი რა არის, მიქელანჯელო ვინ იყო, რომ ახლა ამას ვერ გააკეთებ და რა ვიცი ეს ყველაფერი რაღაც ნელ-ნელა ხდება, მაგრამ ზუსტად იგივე მდგომარეობაშია მაგალითად ვიღაცა ტიპი, რომელიც არ არის ასე ვთქვათ აქ ხელოვნების რაღაც საკითხებში ჩახედული და თანამედროვე ხელოვნებას უყურებს. ის იმასაც ასევე არაადეკვატური წარმოდგენა აქვს მასზე. და წეღან რაც ვახსენე მე რომ შეიძლება ის გართობის იმაში გადავიდეს თქო, იმიტომ რომ ანუ ესეთ ძალიან ამ ფაქტორითაც ეს ნიშნულიც მაკეთკენ
გვაჩვენებს გზას რა რომ და რატო იცი? იმიტომ რომ აი თუ თქვა ხო ფაქტია რომ საზოგადოებას წყდება ხელოვნება. ანუ რაღაცნაირად ხიდი რთულად გასავლელი ხდება რა და აი შეიძლება ისიც კი შეიძლება ვთქვათ რომ თუ მაგალითად მე ფინანსურად დამოუკიდებელი ვიქენდი, ხო? მე შეიძლება ავდგე და საერთოდ აღარ მომინდეს მაგალითად ჩემი ნამუშევრის გაყიდვა. იმისათვის რომ თუ სხვანაირად შემიძლია ცხოვრება და სხვანაირად შემიძლია რომ მაგალითად თავი უზრუნველყოფილად ვიგრძნო, მაშინ შესაძლოა სრულად გამიქრეს მაგის სურვილი რომ მე რაღაცა გავყიდო და მაგით ვიცხოვრო. იმიტომ რომ ეს იმდენად მოწოდება ისეთი მაქვს, თავიდანვე ეგეთი მქონდათ. აი შუა საუკუნეებშიც დარწმუნებული ვარ მე, ხო ვიცით კაცო რა, ჩანაწერებიდან ვიცით, მოგონებებიდან ვიცით, რომ უშლიდან იქ მიქელანჯელო თუნდაც რაღაცას რომ ხატავდა იქ ვიდეო და პაპი და ეუბნებოდა რომ ესე გააკეთე. მიქელანჯელოსაც ენდომებოდა ეგ რომ ოხ ერთი დამსვათ სადმეც მარტო რა და როგორც მე მინდა ისე მაკეთებინა რა და მთისგანაც კი უნდა და ქანდაკებისგან. კი, როგორც ამბობენ შემთხვევაში. და არის ეს მომენტი რა რომ რაღაცნაირად აი თუ მაგალითად მე საერთოდ ასეთი დამოკიდებულება მაქვს რა რომ აი ხანდახან მეჩვენება ხოლმე და უფრო ადრინდელი ჩემი პოზიცია ეგეთი იყო რომ შეწუხებული ვიყავი იმით რაც ხდებოდა აი ამ თვალსაზრისით რა და სულ მქონდა იმის რაღაცნაირად შეგრძნობა რა რაღაცა ცუდად რაღაცა არ ხდება კარგად რა რაღაცა ის არის რა ცუდი ტენდენციები რაღაცა და აი ნელ-ნელა ვხვდები და ეხლა კიდე უფრო იმაში შევედი რომ მდგომარეობაში შევედი რომ ცუდად ხდება თუ კარგად ხდება ეს ცუდად სხვანაირი სხვა დაყოფაა რა ობიექტურად ისე ხდება როგორც უნდა მომხდარიყო და ეს ყველა ვარიანტში სინამდვილეში სწორია როგორც იმიტომ ეს გასავლელი გვაქვს რა აი ეს შეუძლებელია იმიტომ რომ იმდენი შუა საუკუნეების მერეს და შუა საუკუნეებში და მე აი განსაკუთრებით მე-19 საუკუნეში რაღაც ისინი რო გაჩნდა წარმოდგენები რომ ტექნოლოგიური განვითარება ადამიანს ისემს უკვდავებას აი მაგალითად დენი რო დაიმორჩილა ადამიანმა მაშინ დაიწერა ფრანკენშტეინი ხო ფრანკენშტეინი არის გაცოცხლებული მკვდარი ხო ანუ რაღაც ესეთი ალუზიებიც ჰქონდათ რომ და ილუზიებიც რომ აი რაღაც შეიძლება ეს მოხდეს და რაღაცა და ამან მე ძალიან ხელოვნებაზე ძალიან ისეთი ყვალი დაატყო რა ხელოვნებას და მე მივხვდით რომ თათეგრე ჯერ არ არის საქმე რაღაცა ის უნდა მოხდეს. ნუ არის ხალხი ვინც უსწრებს ცოტა დროს. კი, სხვა შორის ეხლაც გაჩნდა. ხო იცი როგორ წარმოდგენები რომ ჩვენ სადღაც აი მარსზე ვაპირებთ და რა ვიცი კოსმოსი ცოტა თუ იცი რა არის მეტნაკლებად ჩვენ ხე ვიღაცისგან ვიცით ცოტა მარსი ცოტა ადრეა მე ესე ვფიქრობ აშკარად ხო და თან მარსი და თან კიდე უკვდავების თემა თამაშობს სულ აი ეს ტექნოლოგიური წინსვლები სულ უკვდავების თემას ეთამაშება აი ხა მაგალითად გაჩნდა ეგეთი წარმოდგენა რომ აი ეს როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტი რაღაც ეტაპზე გავა ცნობიერების შენახვა როგორც მინიმუმ შესაძლებელი იქნება. ანუ ვიღაცებს ამის იმედი აქვს. სინამდვილეში ეგ არის უკვდავება. ხო, რაღაც მომენტში. ზე შევალთ აი ამ იმაში რა ეტაპზე და ეს მე რაღაცა წარმოდგენებს ქმნის, ისეთ წარმოდგენებს, რომელიც მე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ნამუშევრებზე, ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ასე ვთქვათ, იმ ტენდენციებზე, რაც კი რა თქმა უნდა, ჩვენ ხო მარტო არ გამქვაბულში არ ვართ და რაღაც აი ურთიერთქმედებაში ვართ ხო ყველანი ერთმანეთთან და ერთმანეთი აზრი შეიძლება ხესე არ უთხრათ, მაგრამ სახლში მიგვაქვს ერთმანეთის ნალაპარაკები და იმაზე ფიქრს ვიწყებთ და რაღაც დასკვნებს ვაკეთებთ და ნუ ესე ვითარდება ზოგადად საზოგადოება, რომ რაღაცა ურთიერთქმედებაშია. ზოგადად მე აი იცი რა მაინტერესებს და რაზე ვფიქრობ, ეს არის აი თვითონ ფუნქცია ქანდაკების რა იყო, აი თითქოს აი ძველ დროში თქვა ანტიკურობიდან რომ წამოყვე და მე აი რელიგიური სადაც არის ხო რაღაც სულ ქონდა რაღაცა ფუნქცია. ისე არ იყო რომ აი მარტო თქვა შეიძლება ესთეტიკის არ ზემოქმედებისი არა იყო ხა რომ წარმოვიდგინოთ ძველი ადამიანი ხა რომ მივიდოდეთ რაღაც ნახავდა ან სფინქსს ან რაღაც აი ეგვიპტე რო ავიღოთ ხო ძალიან მასშტაბური ხვდები რატოა გაკეთებული ხა ვისაც მეტნაკლები შეხება ქონია ქანდაკებას მიხვდები რომ აი ხა რატო პირამიდა იმხელა და არა თქო კი ხო აი მასშტაბი რაღაცა კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი
მერეც იყო, ეს მოდით ქრისტიანობის მერე ცოტა სხვა ის შეიცვალა, თქო და შუა საუკუნეები, გოთიკა და იქ აღორძინებაში რაღაცა ხდება, ხო? რაღაც ადამიანი ჩდება ისევ ღმერთთან ფაქტიურად თანაფარდობაში, ისევ ადამიანზე გადმოდის აქცენტი და რაღაც ფაქტიურად აღორძინების პერიოდიდან აღვიქვავთ ხელოვნებას ისე როგორც აღვიქვამდით ყოველ შემთხვევაში ამ მე-20 საუკუნის ბოლომდე რა, რომ ეს არ არის რაღაცა კონკრეტული ფუნქცია, შეიძლება რაღაცა აი სიტყვა რო ვიხარ, რაღაც სულიერების და რაღაც საკვებია თუ არ არის ძალიან ბანალურად რო არ გამოდის. ეს ფუნქცია მე მგონი რომ სანამ რაღაცა ის აქვს, ყოველთვის იქნება აქტუალური, მაგრამ არის შეიძლება რომ რაღაც დროს ეს ისე მინელდეს, რომ არ ვიცი რა. ხო. ძალიან მაგიტო ვიძახი, რომ ძალიან ძნელია აი ამ ეპოქაში დაინახო ადამიანი როგორ მოთხოვნილება ექნება. საერთოდ დარჩება თუ არა მოთხოვნილება, რომ რაღაცა თუნდაც ფიზიკურს შეეხოს ან შეხედოს. იმიტომ რომ აი ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ანალოგური სამყაროდან ციფრულ სამყაროში მთელი ეს გადასვლა ვიგრძენით და გავიარეთ. ანუ ჩვენ ისე თაობა ვართ, რომელიც არ დაბადებულა ინტერნეტი როცა კი არა ის თაობა ვართ, რომელიც დენი როცა იყო და ასე შემდეგ. ეს რაღაც იმას რომანტიკას არ ვაკეთებ ამის თავის ყველაფრით გულისხმობ რა. მაგრამ ანუ მაგ ხრივ ძალიან საინტერესოა, რომ აი ჩვენ თვალწინ მოხდა ეს გაციფრულება და რომ წარმოვიდგინოთ რა დოზით არის დღეს ციფრული. იმასთან შედარებით, რაც 40 წლის წინ იყო, თქო, ან 30 წლის წინ იყო, ხო? ძალიან დიდია ეს პროცენტული მაჩვენებელი რა. ანუ და ეს გაციფრულება ამ ფიზიკურობასთან არ არის მაინც იმაში, რა ქვია, თანხმობაში თუ რაღაც ფაქტიურად ანტია მაგის. და თუ რაღაც არ ვიცი, რაღაცის სურათის ნახვა გაკმაყოფილებს და არ გინდა ფიზიკურად ნახვა, აი ადამიანი, ხო? მან უკვე რაღაცა ხდება ისე იგი. კი. ხდი? და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერაულის, ხელოვნება ვერაულის ამას გვერდს რა. გამორიცხული, კი ბატონო. აი მან თუ ხედავ, არ ვიცი, ჩვენ შეიძლება რაღაცას ვადრამატულებთ ზედმეტად რა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში იცი რა არის, ჩვენ შეიძლება ვადრამატულებთ, მაგრამ ჩვენ ისეთი ეპოქის შვილები ვართ, რომ ჩვენ ალბათ უნდა გავადრამატულოთ. ხო, ბუნებრივია, ახლა იმიტომ რომ ისეთი რაღაცაა რა, ახლა ადამიანი, აი მოხუც ადამიანთან რო გააქვს კომუნიკაცია, ხო, რაღაცა სულ იმას გრძნობ, რომ ის ადამიანი გზობს თვითონ, რომ იმის დრო აღარ არის. აი ხო არსებობს, აი მაგის შეგრძნება, რომ აი რაღაც მომენტში შენი დროა, შენი ეპოქაა და მე ხდება ეგრე, რომ მაგასაც ხვდები, რომ აი შენი ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მე წდები იმას რა, იმ ეპოქას და რაღაცნაირად ზეჭერდა. ჩვენ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აი რადგან მართლაც ეგრეა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ციფრულამდელი სამყაროს ისინი მოვასწარით აღქმა იმ სამყაროს ადამიანს. ამიტომ ჩვენ რაღაც თავისებური შეგრძნება გვაქვს ამის რა. სხვა შორის აი არსებობს ესეთი ტექნოლოგია, ხო, აი დამატებითი რეალობა რო ქვია, augmented reality და იმას აქვს ძალიან ისეთი შესაძლებლობები ფაქტობრივად რა. აი რასაც ფიზიკურად ვერ განახორციელებს ვერავინ. აი ხო, ძალიან ისეთი ტიპიც კი რა, აი რომელსაც წარმოუდგენელი აი მე-20 საუკუნეში რო იყვნენ რაღაცა ფაშისტური გერმანია და საბჭოთა კავშირი, რომლებსაც აი რაღაც გიგანტური რაღაც იდეები ჰქონდათ, ხო, რაღაც აი მაგალითად ჰიტლერს უნდა ეგეთი რაღაც რომ კაპიტოლიუმით რაღაცა. კი, და ხმელთაშუა ზღვა საჰარაში გადაეტანა და ევროპას მიწები მივცე და რაღაცა სწავლია. და საბჭოთა კავშირს ჰქონდა კიდე რომ ვოლგა უნდა პირიქით წასულიყო და იქითკენ რაღაც ისინი უნდა მოეწყო. რაღაცა ცადეს გაზოვის ზღვა რო გააკეთეს. იმას არალის სხვა, არალის სხვა რაღაცები ცადეს ეგეთი, ხო, რა. სოციალიზმი ახლა ეგვიპტე აკეთებს, რაღაც დაახლოებით მსგავსი პროექტი აქვს, რაღაც ტბა ძალიან დიდ ტბას აკეთებს. დასავლეთ ეგვიპტეში, რა, იქ რაღაც ქალაქები უნდა გააშენოს. ხო და აი ეგეთი პროექტებიც კი ბავშვური თამაშად შეიძლება წარმოიდგინო, აი მაგ დამატებითი რეალობით ისეთი რაღაცა შეიძლება გააკეთო. აი არ ვიცი, შეიძლება რაღაც იმაში გაიხედო სათვალეში და თბილისის თავზე უშველებელი ვეშაპი მაგალითად გაჩნდეს რა.
რომელიც რო ჩამოიძება, გაქრება. რო გაიკეთებ იმ სათვალის ის რეალურად ჰაერში იქნება გამოკიდული. ხო და ასეთი რა ვიცი, აი წარმოუდგენელი რაღაცების გაკეთება შეიძლება. ეს რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცისთვის არ იქნება ხელოვნება და ვიღაცა იტყვის, რომ ეს ეხლა ეს არ არის გეტყვის ვიღაცა, რომ ეს არის სამგანზომილებიანი ხელოვნება, ეს არის რაღაცა ნახატი ან რაღაცა არ არსებობს სინამდვილეში, მაგრამ ვიღაცები იქნებიან ვისთვისაც ეს აბსოლუტურ დააკმაყოფილებს კი იმ, ასე ვთქვათ, იმ ფენომენს მიცემს, რასაც მაგალითად ჩვეულებრივი სამგანზომილებიანი ასე ვთქვათ, ობიექტი გვაძლევს დღეს ჩვენ. საინტერესო იყო ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ მაგ ჩემთვის. ალბათ მომავალი იქნება ძალიან უცნაური. აი აქედან ამ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ წეღანას ვთქვით ჩვენ რომ ეს არის რაღაცა გასაყარია, ჩვენ გასაყარზე ვართ და რაღაცა რეალობის, სხვა რეალობა დადგება ალბათ ძალიან ცოტა ხანში, შენც აღნიშნე, ალბათ შეიძლება 10 წელი იყოს, შეიძლება 15 წელი იყოს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვთქვათ, რაზეც შევიკრიბეთ დღეს ქანდაკების, ანუ ქანდაკებაც შეიცვლის აუცილებლად სახეს. კი, აი თავარი აქცენტი, აი რაც პრინციპში მინდოდა მე თქვა, ეს არის რომ აი დამოუკიდებლად აღარ გამოდის. აი ამ ის რაც ხდება ჩვენ გარშემო რა, აი ამასთან კონტექსტში ვართ ქანდაკებაც რა და კი ბატონო. აი ეგრე უნდა აღვიქვათ. მე მგონი ამიტომ გამოგვივიდა რომ აი იმ ყველაფერზეც არანაკლები ვისაუბრეთ, რაც ჩვენ გარშემო ეხა ამ მომენტში ხდება რა. კი. ხო, იმიტომ რომ ეს ცალკე არ არის რა, ერთად ეს ყველაფერი ერთად არის აუცილებლად და ეგრე მართალი ხარ. ხო, იმიტომ ვისაუბრეთ ამაზე, რომ ეს ამის გარეთ ცალკე არ არსებობს. კი, აი მაგის მომხრე არასდროს არ ვიყავი, რომ რაღაცა განყენებულად ცალკე სხვადასხვა რაღაცაზე. შეუძლებელია. ნეტა ეგრე იყოს შესაძლებელი. ნუ, კი, უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ არა, სამწუხაროდ ეს რთული პროცესი, არ ვიცი, სამწუხაროდ თუ საბედნიერო, ხო, ეგრეა. ხო, ეგრეა, როგორც არის, ეგრეა რა. ერთი სივრცეა, ერთი ყველაფერი მოდებაშია ერთმანეთთან და ხელოვნება განსაკუთრებით არის ისეთი სეგმენტი, აი ამ ცნობიერების ისეთი სეგმენტია, რომელზეც აბსოლუტურად ყველაფერი ახდენ ზეგავლენას კულინარიიდან დაწყებული, მაღალი ტექნოლოგიით დამთავრებული რაღაც კოსმოსში ფრენებით დამთავრებული აბსოლუტურად ყველაფერი მასზე ზეგავლენას ახდენს და ყველაფერი მუშაობს მასზე. ზოგჯერ დადებითად, ზოგჯერ უარყოფითად, ზოგჯერ უბრალოდ მუშაობს და არ ვიცით, კარგია თუ ცუდია, მაგრამ ზეგავლენას ახდენს. ანუ ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახე, მოხვედი და აი ამ ასე ვთქვათ, წამოწყებაში შენი წვლილი შეიტანე და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდი. კარგად.